გამარჯობათ. დღეს მინდა განვიხილო memory injection-ი. Memory injection-ი არის შეტევის ტექნიკა, რომლის დროსაც ჰაკერები მავნე კოდს უშუალოდ ოპერაციულ მეხსიერებაში, RAM-ში ნერგავენ. დისკზე კოდის ჩაწერის გარეშე. ეს მეთოდი ხელს უშლის ტრადიციული ანტივირუსებისა და EDR სისტემების გამოვლენას. რადგან მოგეხსენებათ, რომ ისინი ძირითადად დისკზე შენახულ მავნე ფაილებს ამოწმებენ. რა არის მისი ძირითადი მეთოდები? რა მეთოდებს იყენებენ? იყენებენ DLL injections. DLL-ი მოგეხსენებათ არის Dynamic Link Libraries. მავნე DLL ფაილის ჩატვირთვა სხვა პროცესის მეხსიერებაში. მეორე process hollowing. კანონიერი პროცესის გაშვება და მისი კოდის მავნე კოდით ჩანაცვლება. მესამე ეს არის reflective DLL injection. DLL-ის ჩატვირთვა დისკზე ჩაწერის გარეშე პირდაპირ მეხსიერებაში. შემდეგი არის code injection with Windows API. Windows API მაგალითად virtual log. ეს გამოიყენება მეხსიერებაში კოდის ჩასატვირთად. ახლა რა არის მისი გამოვლენის და შეჩერების მეთოდები? ეს არის EDR-ის აქტიური მონიტორინგი, endpoint detection-ის and responses. მეორე ეს არის proactive threat hunting, ანუ მავნე პროცესების ანალიზი. შემდეგი არის memory forensics, მეხსიერების დინამიური ანალიზისთვის, მაგალითად როგორც არის volatility. მეოთხე არის behavior analysis, მაგალითად დამახასიათებელი ანომალიების აღმოჩენა, მაგალითად SVC host.exe-ის უცნაური ქცევა, მასზე დაკვირვება და უცნაური ქცევა. ან notepad.exe-ის, ანუ მასზე დაკვირვება. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გთხოვთ დალაიქეთ.